პარლამენტის თავმჯდომარე გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ინტერვიუს ეხმიანება. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მარტა კოსიმარ გამორიცხა საქართველოს ხელისუფლებასთან უმაღრესი რანგის კონტაქტების აღდგენა. საქართველოს არსად არ იკარგება, არის იქ სადაც ვართ და ვართ ნაწილი და თანაშემოქმედი ევროპული ცივილიზაციისა და მათ შორის იმ ევროპისა, რომელიც თანამედროვე გაგებით არსებობს. ბრიუსელში ძალიან კარგად იციან თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართულ ხალხს, რა პრეტენზიები აქვს ქართულ ხალხს ბრიუსელის მიმართ. არ მოხდეს საქართველოში ევროკავშირის ბიუჯეტიდან ძალადობის, პროპაგანდის, ზიზღის ენის დაფინანსება არჩევნებში ჩარევა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა საგარეო დახმარების გამოყენების მავნე პრაქტიკა, ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ევროკავშირიც კრიტიკულად შეხედავდა იმას, თუ როგორ იყო ჩართული სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსში სხვადასხვა მავნე პროცესების დაფინანსებაში. მაგალითად, მოლოტოვის კოქტეილის კამპანია ფინანსდებოდა ევროკავშირიდან, ვიგებდით, რომ რადიკალური პარტიები ფინანსდებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რაც კანონითაც არის აკრძალული. ხედავდით, რომ პროპაგანდისტული მედია ფინანსდებოდა ევროკავშირის ბიუჯეტით. ხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხელფასირებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, გულისხმობს სხვადასხვა NGO აქტივისტს, სიძულვილის ენას და ზიზღს ავრცელებენ და ცდილობენ დააპირისპირონ ადამიანები ერთმანეთს. ხედავთ, რომ უფრო ემალება ბრიუსელი იმ პრობლემებს და თვალს არ უსწორებს, როგორც ეს გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ. რაც შეეხება ამ განცხადებებს, თქვათ, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, იქნება ეს თუ ვიზა ლიბერალიზაცია თუ სხვა საკითხები. ზუსტად ეს შანტაჟის ენა არის, რომელიც მიმართაც ქართულ ხალხს აქვს საკუთარი პრეტენზია ბრიუსელის მიმართებით. ზუსტად ამ შანტაჟის ენა იყო მათ შორის იმის განმაპირობებელი, რომ 26 ოქტომბერს უპრეცედენტო რაოდენობით ამომრჩეველი გამოვიდა და დააფიქსირა თავისი აზრი, რომ არ მიიღებს შანტაჟით ენით საუბარს. ის რა ურთიერთობებშიც რა მდგომარეობაში ჩვენ ვიყოფებით, აბსოლუტურად არარაციონალურია და არ შეესაბამება იმ ლოგიკას, რაც არის ის, რომ საქართველოსთვისაც და ევროკავშირისთვისაც ერთმანეთს შორის ურთიერთობები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ლოგიკურია, რომ ყველა ობიექტური შეფასებით, რაციონალური გათვლებით ეს მდგომარეობა არ უნდა იყოს მისაღები არ ჩვენთვის, არც მათთვის და ამიტომ იყო, რომ ყოველთვის ჩვენ ვაფიქსირებდით ერთის მხრივ მზაობას დიალოგისკენ და მეორეს მხრივ ყოველთვის ვამბობდით ხოლმე, რომ არანაირი ინტერესი ჩვენ იმისა, რომ ევროკავშირის დავცინდეთ, არ გვაქვს პირიქით.